საქართველოს ავტორიტარულ ქვეყნებთან კავშირების შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირების შეშფოთების ფონზე დღეს ოცნების ხელისუფლებამ ჩინეთთან ყოვლის მომცველ სტრატეგიულ პარტნიორობას მოაწერა ხელი. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს ქართულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით კიდევ უფრო მეტ შედეგს მოიტანს. კობახიძემ არსებული ურთიერთობების მიღწევებად დაასახელა პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გააქტიურება ჩინეთთან, უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი ფრენები. ამ 3 წელიწადმა ძალიან ბევრი რამ მოიტანა. ორხრივი ურთიერთობებისთვის ძალიან გაღრმავდა ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები, რაც კონკრეტულ ქმედებებშიც იყო გამოხატული, მათ შორის ორხრივად იცით რომ უვიზო მიმოსვლა დაწესდა, გვაქვს პირდაპირი ფრენები, ემატება ახალი ფრენები წელს უკვე, რაც უზრუნველყოფს მეტ მობილობას საქართველოსა და ჩინეთს შორის და ასევე სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით გვაქვს ძალიან კონკრეტული ხელშესახები შედეგები. ეს მოიტანა 3 წლის წინ გაფორმებულმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებამ და ახლა გადავდივართ უკვე ახალ ეტაპზე ჩვენი ურთიერთობების, ეს არის ყოვლის მოცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპი, რაც კიდევ უფრო მეტ შედეგებს მოგვიტანს ბუნებრივია ქართულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელსაც დღეს მოეწერა ხელი. ჩინეთმა და საქართველომ ყოვლის მომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე გადასვლის შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის მიღებიდან თითქმის 3 წლის თავზე განაცხადეს.